გამარჯობათ. ეს არის mindset მინდია გაბიჩვაძესთან, მე ვარ მინდია გაბიჩვაძე. როგორ მინდა დღევანდელი თემა დავიწყო? მინდა უბრალოდ ერთი შეკითხვა დავსვა. თუ როდესმე მის გჯერა, რომ ღამეში 5 ან 6 საათი შენთვის საკმარისი ძილია და რომ დანაკარს კვირის ბოლოს აინაზღაურებ, ზუსტად ამაზე მინდა პასუხი გაქცე, რომ ძალიან დიდ შეცდომას უშვებ და საკუთარ twins ატყუებ. ეს მინდა გავამახვილო ყურადღება. თავს კი არა, twins და ამაზე მე ვისაუბრებ. და დამერწმუნე, twin-ი ყველა ინფორმაციას ინახავს. და ზუსტად მიყვება იმ გზას, რომელსაც ჩვენ ვხატავთ. მოდი, პირველივე წუთიდან შევხვდეთ ერთ რა საკითხზე. რომ მე დღეს ამ სეგმენტს და ამ ეპიზოდს არ მინდა გავაკეთო, როგორც ვისაუბრო მხოლოდ რომ რა კარგია ძილი ჩვენთვის. ეს 1000 ჯერ ხსმენიათ, მეც კი მაქვს ჩაწერილი ერთი პატარა ეპიზოდი ამასთან დაკავშირებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არაფერს არ ცვლის. ჩემი მთავარი მიზანია და რა მინდა გავაკეთო, რომ ვისაუბრო, რომ გავიგოთ ჩვენ და შევხედოთ მეცნიერებით, რა ხდება სინამდვილეში ღამე. ამ ეპიზოდში ყველაფერი სხვანაირად მინდა გავაკეთო. მყარი მონაცემებით და ნეირობიოლოგიით მე მინდა გაგიზიაროთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული შეცდომა, რომელსაც ცხოვრებაში უშვებთ, არის ის, რასაც ჩვენ ყველა ჩვენთაგანი განგებ ვაკეთებთ. თითქმის ყოველ დღე, მეც ასევე. ეს არის, როცა ძილს ვცვლით კიდევ ერთი სერიალით, კიდევ ერთი სამუშაო საათით და კიდევ ერთი სკროლით Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე თუ რაზეც ვართ. მოდი ახლა გამოთიშე ეგ social media-ს ვებსაიტი, სადაც ხარ, ყველაფერი შენს ირგვლივ, ტელევიზორი ყველაფერი გამოთიშე და ცოტა ხანი დარჩი ჩემთან. მინდა დავიწყო გაგაცნოთ ერთი ადამიანი, რომელიც არის Berkeley უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების პროფესორი, მას ქვია Matthew Walker, რომელიც წარმოშობით არის ავსტრალიიდან და რომელსაც ფაქტიურად ყველაზე მეტი აქვს შესწავლილი ძილთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ძალიან საინტერესო წიგნია, რომელსაც ქვია რატომ გვზინავს. Matthew პირდაპირ ამბობს ერთ რაღაცას, რომ ძილი არის ისეთი რამ, რაც არ შეგვიძლია რომ სესხად ავიღოთ. და მოგვიანებით ეს დავაბრუნოთ. ის ამბობს, რომ twin-ი ბანკი არ არის. უძილობა ჩვენ დეფიციტს კი არ გვექმნის ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით და რომ მე შაბათ შეგვიძლია ეს ყველაფერი გადავიხადოთ. ის ფაქტიურად უძილობა გვაკარგვინებს გარკვეულ ნაწილს, რომელიც სამუდამოდ ქრება ჩვენგან. და ეს ფასი არ არის მარტო აბსტრაქტული. ჯანმრთელის დასრული ადამიანის ძილი ღამეში 5 საათამდე შემცირებით რამდენიმე დღეში, როდესაც twins გავზომავთ, აი MRI-ში გაიზომება, ისეთ რეაქციას ვხედავთ, რომ ფაქტიურად იცვლება ფოკუსირება, ინფორმაციის შენარჩუნების უნარი და ჩვეულებრივი ფაქტიურად იცით როგორ იცვლება, რომ აი იმ დონემდე ვარდება, რომ ეს უბრალოდ უფრო დიდი ასაკის ადამიანს ემსგავსება და კიდე მეორე ფაქტორი იყო, რომ აი ძალიან კანონიერად მთვრალი რო არის, ხო იცი ადამიანს, რომელსაც არ აქვს ტარების უფლება. ფაქტიურად იმას გავს ეს გარკვეული მონაკვეთები twin-ში, რომელიც მთვრალი ადამიანის twins გავს. ცუდი, ყველაზე ცუდი ის არის, რომ გარკვეული პერიოდი, როდესაც არ გვძინავს ძილის დეფიციტი გვაქვს, ჩვენ ამას ვერ გვგრძნობთ. პირიქით ძალიან კარგად გვგრძნობთ თავს. და ეს არის ყველაზე სასტიკი ნაწილი უძილობის, რომ ჩვენ თავიდან ამას ვერ ვიგებთ. არა მხოლოდ ვერ ვიგებთ, მაგრამ არამედ გაუარესების და გაუარესების გაცნობიერის უნარიც ვარდება. და გარკვეულ პერიოდის შემდეგ ჩვენ ფაქტიურად ამ ციკლში ვართ. ამას კიდე ემატება ის ფაქტორი, რომ ჩვენ ცხოვრობთ იმ კულტურაში, სადაც გადაღრილობას წარმატებაში ვთვლით. აი მაგალითად, მხოლოდ 4 საათი მეძინა, იმიტომ რომ მუშაობდი. ძალიან ბევრის მივაღწიე.
ზოგჯერ გამიგია ესეთი რაღაცა, რომ ძილი სუსტებისთვისაა. ისიც კი გამიგია, რომ აუ საფლავში მეყოფა ძილი. განსაკუთრებით ბოლო ფრაზაზე მინდა გავამახვილო. ამიტომ რომ ამაში არის შავი იუმორი. მეცნიერება კვლევა ამტკიცებს, რომ ქრონიკული უძილობა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გზაა, აი ზუსტად საფლავისკენ. და ეს შეიძლება უფრო ადრე მოხდეს, ვიდრე ჩვენი დროა. ძილი არ არის გამორთული მდგომარეობა. ეს არ არის ჩვენი სხეულის უმოქმედო რეჟიმში გადასვლა. ძილი არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, ყველაზე მეტაბოლური აგრესიული, ყველაზე ჭკვიანური რამ, რასაც ჩვენი სხეული ოდეს მიაკეთებს. ძილმა რო შეასრულოს თავისი მუშაობა, ეს აუცილებელია, რომ ჩვენ უგონოთ ვიყოთ. როდესაც ჩვენ გვძინავს, შეხედვით ისე ჩანს, რომ თითქოს არაფერი არ ხდება. მაგრამ ჩვენ ქალაში სრულმასშტაბიანი ღამის ოპერაციები მიმდინარეობს. სამი მთავარი ფაქტორი მინდა ამ ოპერაციებიდან დავასახელო. ეს არის დასუფთავების სამსახური, მეხსიერების შენახვა და დამიჯერებთ თუ არა ფსიქოთერაპია. მოდი ამ სამივეს სათითაოდ შევხედოთ. რას გულისხმობ ახლა დასუფთავების სამსახურს? წარმოიდგინე უზარმაზარი გადატვირთული ქალაქი. თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, სადაც არ უნდა იყოთ. მთელი დღის განმავლობაში ყველა რესტორანი, ყველა ოფისი, ყველა ბინა მუშაობს და აწარმოებს ნაგავს, ქმნის გარკვეულ ნაგავს. ახლა წარმოიდგინე, რომ დასუფთავების მანქანები მხოლოდ ღამე მოდიან. რა მოხდება თუ იმათმა გადაწყვიტეს, რომ ერთ დღეს არ გამოვიდნენ ქალაქში. ეს ერთი დღე კი არა, შეიძლება ეს რამდენიმე კვირით განმეორდეს, რამდენიმე დღე განმეორდეს. წარმოიდგინეთ რა მოხდება ქალაქში. ის ნაგავი დაიწყებს პობას და ეს ყველაფერი გადავა დაავადებაში. ზუსტად ეს ქალაქი არის ჩვენი ტვინი. ნაგავი კი ჩვენი ყოველდღიური რეალობაა. ყოველი ფიქრი, ყოველი გადაწყვეტილება, ემოციის ყოველი გავლენა, ეს ყველაფერი ენერგიას მოითხოვს. ჩვენი ნეირონები მთელი დღე მუშაობენ და როგორც ნებისმიერი მძიმე მომუშავე მექანიზმი, ისინი სწოვებენ გარკვეულ ქიმიურ ნაგავს. ჩვენ როგორც კი ღრმა ნელ ძილში გადავდივართ, იმ წუთასვე ირთვება სპეციალური გამწმენდის სისტემა. ლიმფატური სისტემა ქვია ამას. Matthew Walker ამას ძალიან კაი სახელს უწოდებს, ყოველდღიურ სამრეცხაოს უწოდებს. და ეს სხვათა შორის ტვინის ერთ-ერთი ინჟინერული, ოპერაციული ულამაზესი ნიმუშია. მეორე ფაქტორი, რომ ღამის ცვლა, ძილი, მხოლოდ ფიზიკურ ნაგავს არ ეზიდება. ის ფსიქოლოგიურ ნარჩენებსაც აწესრიგებს. ამისთვის ჩვენ გამოვდივართ ღრმა ძილიდან და გადავდივართ REM ძილში. ეს არის თვალის სწრაფი მოძრაობის ფაზა, ეს არის ის მონაკვეთი, ის სტადია, სადაც ჩვენ სიზმრებს ვხედავთ. ეს პერიოდი ორ არაჩვეულურ საქმეს აკეთებს. პირველი არის ფაილების დახარისხება. მთელი დღის განმავლობაში ჩვენ ვიღებთ გამოცდილებას და ფაქტიურად ვართ გადატვირთული მეხსიერებით. REM-ის და მისი მიმდებარე ფაზების დროს ჩვენი ტვინი თავს ღამის არქივს. ფაქტიურად წარმოედგინეთ ესეთი რაღაცა. გადაწყვეტილებას იღებს, რა არის მნიშვნელოვანი, გადააქვს საჭირო ინფორმაცია გრძელვადიან მეხსიერებაში და აკავშირებს ამას ყველაფერს ჩვენ რაც გვაქვს ნასწავლი უკვე. და რაც უკვე ვიცით, ან უნდა ვიცოდეთ. აი ერთი ფაქტი არის სტუდენტებისთვის მით უმეტეს. ის სტუდენტები, რომლებსაც სწავლის შემდეგ ზინავთ, უკეთეს შედეგს აჩვენებენ, ვიდრე ისინი, ვინც მთელ ღამეს ათენებენ, რომ მოემზადონ გამოცდისთვის ან კლასისთვის.
გათენებული ღამე არა მხოლოდ გღლის, არამედ შლის შენახულ ფაილებს. ფაქტიურად ჩვენ გვჭირდება კომპიუტერის ენით რო ვილაპარაკოთ, დისკში ყველაფრის ჩაწერა რომ ის გამოვიყენოთ. და ეს მხოლოდ ხდება ამ სტადიაში. მეორე საქმე, რასაც REM sleep-ში ხდება, ეს მინდა წარმოიდგინო ერთი ფაქტორი, აი, როდესაც თუ გაგიღვიძია, რომ ძალიან უხასიათო დილა გაქვს და აზრი არ ახარ რატო ხარ ცუდ ხასიათზე. ამას პასუხიც აქვს. ამას ქვია, რომ შენ აი ეს გარკვეული პერიოდი, რომელსაც ღამის თერაპიას ვუწოდებთ, ეს არა გამოვლილი. ფაქტიურად ღამეში შენ უფასო ფსიქოლოგიურ სესიას გადიხარ. რას გულისხმობ ამაში? ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც ჩვენ აი ამ სტადიაში შევდივართ. ეს მექანიზმი ძალიან ელეგანტურია. ჩვენი დღის ყოველი ემოციური მოვლენა ინახება გარკვეული ემოციური მუხტით. ჩვენი კრიტიკის სიმწარე, კამათის სიმხურვილე, ცუდი ამბების გულის გაციება, ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად და ძალიან ემოციურად გვარტყავს ჩვენ. როდესაც ჩვენ REM ძილში შევდივართ, ჩვენი ტვინი აკეთებს იმას, რასაც სხვა არც ერთ მომენტში არ კეთდება. ის თიშავს noradrenalins, ტვინის სტრესის ქიმიკას. ამ განმავლობაში ჩვენ ხელახლა გავდივართ, განვიცდით დღის ყველა მძიმე მოგონებებს, მაგრამ ქიმიური პროცესი აღარ მიმდინარეობს. და ზუსტად ამ უსაფრთხო გარემოში ტვინი ხელახლა ამუშავებს ემოციურ მოგონებებს და მხოლოდ ინახავს იმ ინფორმაციას, რაც ჭირდება, მაგრამ მუხტი არის დავარდნილი. სიძლიერე არის შემცირებული. ამის მიზანი მოგონების წასვლა კი არ არის, არამედ ამ მოგონებისგან, ძლიერი მოგონებისგან ფაქტიურად დანის გამოცლა. თუ ჩვენ ეს REM ძილი არ აქვს გამოვლილი, ეს ყველა ემოცია, ეს ყველა ნაგავი, ეს ყველა მუხტი რჩება შენში, ზუსტად ისე, როგორც პირველად გამოცადე, ეს ქიმიკური მდგომარეობა ჩართულია და ზუსტად ამიტომ ხარ, რომ იღვიძებ ცუდ ხასიათზე და ამიტომ ხარ, რომ აგრესიულობა გიჩნდება დილიდანვე. კიდევ ერთი ბონუსი მინდა დავუმატო ამ REM sleep-ს. სადაც ფაქტიურად ამ პერიოდში ტვინი აერთიანებს ჩვენ იდეებს, შორეულ იდეებს, ახალ იდეებად. აი ალბათ გაგიგიათ, რომ ძალიან ხშირად ხალხს უთქვია, რომ მოდი სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ, გამოიცინე. აი ზუსტად ამ პერიოდში ხდება ტვინს აქვს საშუალება, რომ ეს ყველა გადაწყვეტილებები მიიღოს. რატომ არის ძალიან ხშირად ბევრს უთქვია, რომ ბევრი აღმოჩენები დასიზმრებიათ. REM-ის გაუქმების პერიოდში ჩვენ არა მხოლოდ ვკარგავთ შიმშვიდეს, არამედ ჩვენ ვკარგავთ ჩვენ საკუთარ კრეატიულ აზროვნებასაც. აი მაგალითად თუ გქონია ესეთი მონაკვეთი, რომ ძალიან რთული დღე ქონდა, ძალიან დაღლილი ხარ, ისე დაღლილი ხარ, რომ თვალებიც კი გეხუჭება. და ერთი სული გაქვს, როდის მიხვალ საწოლთან და ფიქრობ იმაზე, რომ როგორც კი ბალიშზე თავს დავდებ, იმ წუთასვე გავითიშები. დაწვევი, ჩააქრობ შოქს და უცებ ბუმ და ტვინი ირთვება. თითქოს ვიღაცამ ავტომატი ჩართო. იწყებ ფიქრს 5 წლის წინ ვიღაცასთან კამათი რატო მოგივიდა, როგორ გაიარე, გადადიხარ ხვალინდელ საქმეების დალაგებაზე, ფიქრობ რა ქვითრები გაგადასახდელი, დაიწყებ კარიერაზე ფიქრს, რომ არაფერი არ იზრდება და ეს ყველაფერი რატო ხდება და ამავე დროს წევ ხარ, გინდა დაიცინო და შენ აქცევ ყურს, რომ გახდა პირველი, 2, 3. ამ პერიოდში პანიკა იზრდება, რომ ვერ იცინებ. რაც უფრო შენი პანიკა იზრდება, უფრო შეუძლებელი ხდება ძილი. მოდი შევხედოთ, რატომ ხდება ეს. რატომ ირჩევს ტვინი ზუსტად იმ მომენტს, რომ დაიწყოს ყვირილი, როდესაც ჩვენ მისი გაჩერება გვჭირდება.
პასუხის გარკვეული ნაწილი იმაში მდგომარეობს, რომ მთელი დღე ჩვენ ვაკეთებთ იმას ჩვენი ემოციების მიმართ, რასაც ჩვენ ვერ ვამჩნევთ. ყოველ ჯერზე, როდესაც სტრესი ან შფოთვა ზედაპირზე ამოდის, ჩვენ ამას ვახშობთ. მთელი დღე ტვინს ვაწვით ინფორმაციის უწყვეტ ნაკადს, ფაქტიურად არ ვაძლევთ არც ერთ მშვიდ მომენტს, ამსაც, რომ ეს ყველაფერი გადაიაზროს, რომ ეს გრძნობები გაიაზროს და შემდეგ ღამე წვებით სიჩუმე, სიბნელეს ვიქმნით, არანაირი ინფორმაცია გვერდზე არ აგვაქვს და ჩვენ ნერვულ სისტემას ვაძლევთ, ვთხოვთ, რომ აი ეს მთელი დღე აშფოთებული და აფორიაქებული გაჩუმდეს. ამ პერიოდში რა ხდება, იცი? ეს 16 საათის განმავლობაში ნერვული აფორიაქებული ნერვული სისტემა ბოლოს და ბოლოს იღებს მიკროფონს და რაც აქვს დაგროვილი სათქმელი, ყველაფერს გეუბნება. ყველაფერი ერთდროულად ამოფრქვება, ყველა მოთხოვა იმ პერიოდში იზრდება და ყველაფერი იგრძნობა თითქოს ეხლა ხდება. საწოლი ფაქტიურად ამ პერიოდში წყვეტს დასასვენებელ ადგილის ყოფნას და ხდება სცენა, სადაც მხოლოდ ერთი აქტია დაჯავშნული. ეს არის შენი, ჩემი და ჩვენი შფოთვა. ფაქტიურად ჩვენ მივდივართ ამ თეატრის საყურებლად. მეორე მხარეც არის ამ ძილთან დაკავშირებით. ერთი ფაქტორი ის არის, რომ ჩვენ ფაქტიურად, როდესაც ვერ ვიძინებთ, ძალიან ხშირად ისევ უბრუნდებით ტელეფონს. ამაში ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ, რადგან ამ პერიოდში ჩვენ ფაქტიურად ჩვენ ტვინს ვაღვიძებთ. და ეს არის ყველაფერი დამოკიდებული ლურჯ შუქთან. ეს ლურჯი შუქი ფაქტიურად ჩვენ ტვინს ეუბნება, რომ გათენდა, დილა, გაიღვიძე, დაიწყე მუშაობა. ასევე არის წამლების გამოყენება. მე არანაირი პირველ რიგში მინდა ყველა მიცოდეს, თუ თქვენ სამედიცინო დახმარებისთვის, გარკვეული ჯანმრთელობის პირობისთვის ახმარობთ მედიკამენტს, ცილის მედიკამენტს, აუცილებლად გააგრძელეთ და მიყევით თქვენი ექიმის პროტოკოლს, რომელიც არის გამოწერილი. მაგრამ იმ ხალხისთვის, რომლებიც იყენებენ, მინდა იცოდეთ, რომ ამ პერიოდში ეს წამლები თქვენ კი არ გეხმარებათ, რომ გამოიძინოთ და ეს ყველა საფეხური გამეორე. არა, ის უბრალოდ ფიზიკურად გთიშავთ, მაგრამ არც ერთ მონაკვეთს, რაც ძილმა უნდა შეასრულოს, იმას არ აკეთებს. მელატონინი განსაკუთრებით. მელატონინი ფაქტიურად ტვინს ეუბნება, რომ არის ღამე, წადი დაიძინე. როგორც კი შუქი დაარტყავს, მელატონინი უკვე აღარ მუშაობს. ეს ძილის დამაფიქსირებელი კი არ არის, გასაძლიერებელი კი არ არის, ეს უბრალოდ ტვინისთვის არის, რომ დაეხმაროს, რომ წავიდეს დასაძინებლად. გადავიდეთ იმ ნაწილზე, რომელიც ყველას გვაინტერესებს. რა გავაკეთო ჩემით, რომ კარგად დავიძინო და ხარისხიანი დღე გავაგრძელო გათენების შემდეგ. ამისთვის მე მინდა გაგიზიაროთ 9 პროტოკოლი. პირველი 4 აწესრიგებს ჩვენ დღეს, რათა ღამე თავის თავზე იზრუნოს, დანარჩენი კი პირდაპირ ღამეს ასწორებს. არც ერთი მათგანი არ მოითხოვს რაღაცის ყიდვას, რაღაცის შეცვლას და ყველა მათგანი ერთმანეთს აძლიერებს. მოდი დავიწყოთ. პირველი. დააფიქსირე დილით მზის შუქი. გაღვიძებიდან დაახლოებით პირველი 30-დან 60 წუთის განმავლობაში უნდა მივიღოთ რეალური გარე შუქი თვალებში. შეგიძლია გახვიდე გარეთ, თუ ეს შესაძლებელია. ან მინიმუმ დაჯექი ნათელ ფანჯარასთან. აი ამ პერიოდში ეს შუქი ეუბნება ჩვენ ტვინს, რომ დღე დაიწყო.
მეორე და ამაზე ვიცი რომ ბევრი თქვენგანი შემეკამათება, იმიტომ რომ მე თვითონაც ამაზე ვკამათობ. რას აკეთებს ჩვენთაგანი უმეტესობა გაღვიძებიდან რამდენიმე წუთში? პირდაპირ მივბივართ ყავისკენ. ალბათ ჩემ თავსაც ვეუბნები, იმიტომ რომ მე ამას ყოველდღე ვერ ვაკეთებ. და მინდა ჩემო თავმაც ჩემ თავს მოусმინოს ახლა. მე მინდა რომ ჩვენ მოვიცადოთ დაახლოებით 90 წუთი გაღვიძების შემდეგ. და მოდი შევხედოთ, რატომ გეუბნებით ამას. მთელი დღის განმავლობაში, სანამ ფხიზლად ვართ, ტვირში გროვდება მოლეკულები, რომლებსაც ანდენოზი ჰქვია. ეს არის ძილის წნევის წყარო. რაც უფრო მძიმდება ის, მით უფრო გვეძინება. ძილი არის ის, რაც მას წმენს. მაგრამ როდესაც პირველად ვიღვიძებთ, ჩვეულებრივ ჯერ კიდევ რჩება გარკვეული ანდენოზი, რომელიც ბოლომდე არ არის გათავისუფლებული. როდესაც ჩვენ ყავას დავლევთ, კოფეინი შედის ჩვენ სისტემაში და ახშობს ანდენოზის რეცეპტორებს, კი არ ანადგურებს, აჩერებს. და ისინი ფაქტიურად სისტემაში არ არის დარჩენილები. აი ზუსტად ამიტომ არის, რომ ჩვენ მერე შუადღეს კიდე ახალი ყავა გვინდა, რომ გავაგრძელოთ, რომ ენერგია შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ ეს ნივთიერება ბოლომდე არ არის დაქვეითებული. მაგრამ შუადღის და საღამოს ყავა შემდეგ აფერხებს ღამის დაწყებას. და ფაქტიურად აი ამ ციკლში ვართ გამუდმებით, ყოველდღიურად მერე. დილა გვაქვს არეული, შუადღე გვაქვს არეული და მერე ღამე გვაქვს არეული. და ჩვენ თუ მოვიცდით 90 წუთს, ეს ნივთიერება გათავისუფლებული იქნება ჩვენგან. და შემდეგ ყავა ზუსტად მოგცემს იმ გაძლიერებულ ენერგიას, რომელიც უკეთესია და რომელიც ჩვენ უფრო დიდი ხანი გაგვყვება. მესამე ფაქტორი ტემპერატურა. ღრმა ძილის დასაწყებად ჩვენი სხეულს სჭირდება, რომ შიდა ტემპერატურა დაეცეს. ფაქტიურად 1 გრადუსით. აი ზუსტად ამიტომ არის, რომ ალბათ თქვენ გიგრძნიათ, როგორ ფორი აქვს, როდესაც სიცხეა, როდესაც ჩახუთულ ოთახში ხარ და როგორ კარგად გძინავს, როდესაც გრილში ვართ. ამიტომ გადახედე შენ ოთახს, შეამოწმე ტემპერატურა. კვლევები გვაჩვენებენ, რომ 18 გრადუსი არის ყველაზე საუკეთესო ძილისთვის ოთახში რომ იყოს. ძილის წინ 1 საათით ადრე აცხადებთ ციფრულ კომენდანტით საათს. ტელეფონს ტოვებ მეორე ოთახში და თუ მას ძალიან ბევრმა თქვენგანმა შეიძლება მითხრას, რომ მას მაღვიძარად ვიყენებ. კაი, მეც გეთანხმები. მაგრამ მოდი ეს პრობლემა უფრო იაფად გამოვასწოროთ. იყიდე ჩვეულებრივი მაღვიძარა. ტელეფონი არ გჭირდება ამისთვის. ტელეფონს საძინებელ ოთახში და კომპიუტერს ნუ შეიტანთ. მეხუთე შეინარჩუნე ერთი და იგივე გრაფიკი. არა მხოლოდ დაძინებისთვის, არამედ გაღვიძებისთვის. თუ ამ მთელი ეპიზოდიდან მხოლოდ ერთ რამე შეცვალე ეს. დაწექი და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გაიღვიძე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ყოველ დღე. კვირა, შაბათ კვირის დროსაც. ეს ყველაფერი ჩვენს სხეულს ასწავლის იმ ბიოლოგიურ გრაფიკს. როდესაც ჩვენ შაბათს და კვირას შუადღემდე გვძინავს, ეს ფაქტიურად ჩვენ სხეულს აი 24 საათის გრაფიკიდან აგდებს. და ზუსტად არის, რომ ძალიან ხშირად ორშაბათს, როდესაც სამსახურში მიდიხარ, jet lag-ის შეგრძნება რო გაქვს.
აი ეს არის ზუსტად ის ფაქტორი, რომელიც აი ეს მონაკვეთი არღვევს. სტაბილური, პროგნოზირებული გაღვიძება და დაძინება ეხმარება, რომ ჩვენ რიტმში ვიჯდეთ. მეექვსე, თუ ვერ იძინებ ადექი საწოლიდან. ეს წესი ძალიან ხშირად არასწორად გვეჩვენება. და ის სხვათა შორის ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესია ჩვენი ტვინისთვის. თუ საწოლში დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში ვერ იძინებ, უნდა ადგე. დატოვო ის ოთახი, გახვიდე გარეთ, აუცილებლად უნდა შეინარჩუნო დაბალი განათება და უნდა გააკეთო რაღაც შვიდი და მოსაწყენი. მოусმინო რაღაცა მშვიდს. და მხოლოდ დაბრუნდე ოთახში, როცა რეალურად იგრძნობ, რომ გეძინება. მეშვიდე არის გავაკონტროლოთ ძილის წინ ალკოჰოლის და გვიანი ვახშმის გამოყენება. ეს არის ძალიან დიდი მითი, რასაც ხალხი იყენებს, რომ სასმელი მეხმარება ძილში. არა. ის გთიშავს, მაგრამ როდესაც დამუშავება ხდება, აი მაშინ იწყება უფრო ცუდი მონაკვეთი. ეს ასევე შლის რემ-ძილის პროცესს. ზუსტად იგივე მონაკვეთი ეხება გვიან კვებას. დიდი ვახშმის მიღება ძილის წინ ფაქტიურად ჩვენ სხეულს საწმლის გადამუშავების ფაზაში გადაყავხარ. და ამ პერიოდში უბრალოდ ტვინი ვერ დაიძინებს, იმიტომ რომ იმან უნდა იმუშაოს, ის უნდა დაეხმაროს გადამუშავებას. Okay? მერვე, რეგულარული ფიზიკური აქტივობა არის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო დახმარება ძილის დარეგულირებაში. ადამიანები, რომლებიც მუდმივად მოძრაობენ, უფრო სწრაფად იძინებენ და მე დროს ატარებენ ღრმა აღდგენილ ძილში, ვიდრე ის ხალხი, რომლებიც არ მოძრაობენ. ჩვენ არ გჭირდება, მე არ გეუბნები, რომ მარათონი უნდა ირბინო, ან რაღაც ისეთი აქტივები უნდა გააკეთო. თუნდაც ყოველდღიური გასეირნება, გარკვეული 20 წუთიანი ვარჯიში, ნებისმიერი რამე ამაში გეხმარება. და ბოლოს, რომელიც არის თქვათ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამხმარე ფაქტორი. პირადად ჩემ ცხოვრებაში და ამიტომ გიზიარებთ. ეს არის ჩემი ტვინის, ჩემი გონების დაცარიელება ქაღალდზე. ძილის წინ დაახლოებით 1 საათით ადრე დაუთმე შენ თავს ის პერიოდი, რომ გონება დაცალო. დაწერე დღიურივით ის ყველაფერი, რაც შენ ცხოვრებაში, რაც იმ დღეს შენ ცხოვრებაში მოხდა. გააკეთე ხვალინდელი დღის სია და აღწერე ის, რაც შენ გაღიზიანებს, ან შენ ისი გაკეთებაც გინდათ. ეს ყველაფერი შენ ტვინს აძლევს საშუალებას, რომ დღის განმავლობაში რაც ემოციებიც გაიმეორა, რაც გააკეთა, რომ ის გადაამუშავოს, სანამ არქივამდე მივა. მოდი ეს ყველაფერი ახლა შევაჯამოთ. ჩვენი ფოკუსი, ჩვენი განწყობა, ჩვენი გადაწყვეტილებები, ჩვენი სამუშაო, ის როგორ ვეპყრობით ადამიანებს, თუნდაც იმ ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს, როგორ ჯანმრთელობის გზა გვაქვს, არც ერთი ეს არ იწყება დილას. ეს ყველაფერი იწყება ღამე, როდესაც ჩვენ თვალებს ხუჭავთ. ყველაფერი, რაც ჩვენ ახლა ვილაპარაკეთ, ტვინის ტოქსინების რეცხვა, ღამის თერაპია, ეს ყველაფერი არის იმის გზა, რომ ჩვენ ოპტიმალური ცხოვრება გავაგრძელოთ. შევინარჩუნოთ ჩვენი კრეატიულობა, გქონდეს ენერგია და ყველაზე სასწაული ის არის, რომ ეს ყველაფერი უფასოა. და ამ ყველაფრის დაკარგვა არის მათი გამოტოვება, ძილის გამოტოვება. მე მაგალითად ესეთი რაღაცაც კი გამიგია, რომ ყოველი საათი
ძილის ყოველი საათი გაძლევს 2 საათს ენერგიას. ამიტომ არის რომ იძახიან რომ 8 საათს ძილი გაძლევს 16 საათს რომ იმუშაო. მინდა რომ ჩვენ შევწყვიტოთ უძილობაზე მხოლოდ საუბარი, მინდა რომ შევწყვიტოთ რომ ძილს შევხედოთ რომ ეს არის ფუფუნება, რომ ზოგჯერ შეიძლება სისუსტე იყოს რომ ძილი გინდა, მინდა გვახსოვდეს რომ ეს არის საფუძველი, რომელზეც ჩვენი ცხოვრების დანარჩენი ნაწილია აგებული. მინდა ყველა ჩვენთაგანმა დავიცვათ ჩვენი ღამე, დავიცვათ ეს პერიოდი, რომელიც წყვეტს ყველაფერს ჩვენ ცხოვრებაში. ყველაფერი რაც ხდება გათენებისას დამოკიდებულია ჩვენ ღამეზე. თუ ჩვენ ამას გააკეთებ, დარწმუნებული იყავი რომ შენი ტვინი დაგაჯილდოვებს. თუ დღევანდელმა ინფორმაციამ დაგაინტერესა და მოგცა ერთი რამე, რისი გამოყენებაც დაგეხმარება, გამოიწერე ჩემი არხი, გამომყევი სოციალურ მედიებზე და ასევე გაუზიარე იმ ადამიანს, რომელიც იცი რომ ამ პერიოდში გამოფიტვას განიცდის, რომელიც იცი რომ ძილის არეულობას გადის. ეს ეპიზოდი საღამოთი გამოდის თბილისში. ამიტომ მოდი მოსმენის შემდეგ 1 საათი მიეცი შენ თავს, რომ გადაამუშავო ეს ყველა ინფორმაცია და მერე გისურვებ ბედნიერ ღამეს და ბედნიერ ძილს. მადლობა, შემდეგ შეხვედრამდე.